სურსათის საუკეთესო ევროპელი ექსპერტები ერთიანი ძალით ცდილობენ თაღლითობის კვალზე გასვლას. ევრონიუსით ფალყოს ადრემს მათ ძალისხმევას სპეციალურ გადაცემათა ციკლის მეშვეობით სახელწოდებით სურსათის დეტექტივები. ამ ციკლის პირველ ეპიზოდში ექსპერტთა იმ გუნდს ვუერთდებით, რომელიც თევზის რეწვაში საეჭვო გარიგებებს ებრძვის. ევროპაში ყოველ წელს 3 მილიონ ტონაზე მეტ თევზს იჭერენ და ყიდიან. აგრეთვე ყველაფერი, რაც კონტინენტზე იყიდება, სულაც არ არის ის, რადაც ასაღებენ. წინამდელი შეგოს ნორვეგიელი სურსათის დეტექტივი ტრულს ბაკერიო დრედერი ამბობს, თევზჭერის ინდუსტრიაში ხშირად ჩნდება კითხვები მიკვლევადობის, გამჭვირვალობისა და თაღლითობის საკითხებზე. დღეს მდგომარეობით მიწოდების ჯაჭვის ერთ-ერთი პრობლემა შესაძლოა ის იყოს, რომ მიწოდებული თევზი აკრძალულ ზონაში ან აკრძალულ დროს იყოს დაჭერილი. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ზოგიერთ ადგილას აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობა იყოს გამოყენებული. ან თევზის მომწოდებელმა დაიბრალოს, რომ მისი თევზი ეკოლოგიურ გარემოშია დაჭერილი და გარკვეული სერტიფიკატის მფლობელიცაა. არადა სინამდვილეში ამ თევზის მომწოდებელს აღნიშნული სერტიფიკატი არ აქვს. თევზის რეწვის კომპლექსური ბუნება ართულებს ზუსტი სურათის დანახვას, რადგან თევზს ქარხნის გემებით ან პატარა ნავებით იჭერენ და მათი მონაცემები ყოველთვის არ არის გაციფრულებული. ხშირად თევზის დასახელების კონვენციებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, უამრავი თევზსაჭერი მოწყობილობა არსებობს. მათი სახელწოდება სტანდარტული და ერთნაირი არ არის თევზჭერის მრეწველობის აქტორებს შორის. შესაძლოა სხვადასხვა მეთევზემ, რომლებიც ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ, სულ სხვადასხვა სახელით ჩაწერონ ეს ანგარიშში. სურსათის დეტექტივები ტრულს ბაკერიო დრედერი და კაროლინა გრუნი ერთად მუშაობენ, რათა თაღლითობა მეთევზეობის სექტორში რაც შეიძლება გართულდეს. კაროლინა პოლონეთის ჩრდილოეთით ქალაქ კოშალინში მდებარე დანიელების კუთვნილ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში ხარისხის ზედამხედველია. იგი ამბობს, რომ თაღლითობა ძირითადად მანამდე ხდება, სანამ გაყინულ თევზს მის ქარხანაში შეიტანენ. ჩვენ მთლიან თევზებს ვიღებთ, რათა სახეობების გარჩევა შევძლოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომელი თევზი მივიღეთ, მაგრამ მხოლოდ შეხედვით ვერ ვიტყვით, თუ საიდან მოდის ეს თევზი და რა საჭერი მოწყობილობა იქნა გამოყენებული ან როდის დაიჭირეს. ერთი სიტყვით, როდესაც ქარხანაში საქონელს ვიბარებთ, დოკუმენტების სრულ ინფორმაციას არ შეიცავს. ტრულსი და კაროლინა ახლა ერთად ცდილობენ იმ ინფორმაციის შევსებას, რომელიც მიწოდების ჯაჭვს აკლია. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაშიც კი მისი მოპოვება რთულია. გარკვეულწილად ძიებაა ჩასატარებელი თითოეულ რგოლში, რომელსაც სწავლობთ. ექსპერტების საბოლოო მიზანი ის არის, რომ შექმნან ციფრული გაყალბებისგან დაცული ფორმატი ახალი ტიპის პროდუქტის პასპორტისთვის, რომელიც თევზს თან ახლავს დაჭერის წუთიდან სუპერმარკეტის დახლამდე. ვცდილობთ ერთმანეთთან დავაკავშიროთ ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ეტიკეტი, რათა შეგეძლოთ ერთ ყუთში მოთავსებული თევზის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მიწოდების სრულ ჯაჭვში. რაც უფრო გავზრდით მიწოდების ჯაჭვის მიკვლევადობასა და გამჭვირვალობას, მით უფრო რთული იქნება გაყალბება. თვალსაჩინო რომ იყოს თუ რამდენად რთულია მიკვლევადობა, მაგალითად თევზის დაფასოების ოპერაციას მოვიყვანთ. ამ გადამამუშავებელ სამყაროში თევზს ვჭირით. თევზი მომხმარებლისთვის ცნობილი კლასიფიკაციის მიხედვით იჭრება. პრობლემა ის არის, რომ თევზის სახეობების კლასიფიკაცია ძალიან მწირია და დაფასოების სხვადასხვა პარამეტრს გვიდგენს, რომელსაც უნდა მივუყვეთ და ეს სტანდარტი რომ დავიცვათ, ერთმანეთში სხვადასხვა შეფრთვის პროდუქტს ვურევთ. ახლა როცა ციფრული პასპორტი ჯერ არ არსებობს, უზომოდ დიდი დრო იფლანგება იმის დასადგენად, თუ რომელი თევზი რომელ პროდუქტში მოხვდა. ჩვენი ლოგისტიკის გუნდი საათობით მუშაობს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მონაცემები სწორად არის შეტანილი ჩვენ სისტემაში. სურსათის დეტექტივების მიზანია, რომ ამოცანის ამოხსნის ასეთი ხანგრძლივი პროცესი წარსულს ჩაბაგდეს და დაეხმაროს მომხმარებელს სწორად გაიკვლიოს გზა ინფორმაციის ოკეანეში. იმედი გვაქვს, რომ ის სამუშაო, რომელსაც ახლა ვასრულებთ, ინდუსტრიაში სტანდარტად დაინერგება და თევზის რეწვის სექტორში სხვადასხვა მიწოდების ჯაჭვში ჩართული ყველა აქტორი შეძლებს სტანდარტის მიხედვით შეაგროვოს და ერთმანეთს გაუზიაროს ინფორმაცია, რათა როდესაც თქვენს თეფშზე დადებულ თევზს დახედავთ, ზუსტად იცოდეთ რა თევზია და რამდენად ეკოლოგიური სტანდარტის დაცვით დაიჭირეს. დღეს სულ ეს იყო. სურსათის დეტექტივების შემდეგ ეპიზოდში გერმანიასა და საფრანგეთში ჩავალთ იმ გუნდთან, რომელიც ქათმისა და საქონლის ხორცის მიწოდების თაღლითურ სქემას იკვლევს. მომავალ შეხვედრამდე